ჯანდაცვის პროფკავშირების ხელმძღვანელი ჯონი ჯანაშია მედიცინის მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. Როგორც ჯანაშია აცხადებს, სადაზღვევო კომპანიების ალდაგი BCI-ის არქიმედეს გლობალ ჯორჯიასა და სამედიცინო ფირმა მედისონზე დაქვემდებარებულმა სამკურნალო დაწესებულებებმა 1 ნოემბრიდან თანამშრომლობის დათხოვნა დაიწყეს. ჯანდაცვის პროფკავშირების ხელმძღვანელი მომხდარს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას უკავშირებს და მედიცინის მუშაკებს სიმშვიდის შენარჩუნებას თხოვს. ამავდროულად სადაზღვევო კომპანიებსა და ჯანდაცვის მინისტრს მოლაპარაკებისა და თანამშრომლების სამსახურში აღდგენისკენ მოუწოდებს. 1 ნოემბრიდან მოყოლებული სამსახური დაკარგა უამრავმა მედიცინის მუშაკმა, რაც გახდა მათი ქუჩებში გამოსვლის მიზეზი. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინეს სადაზღვევო კომპანიების ალდაგი BCI-სა და არქიმედეს გლობალ ჯორჯიას დაქვემდებარებულმა სამკურნალო დაწესებულების მმართველმა ორგანიზაციებმა და სამედიცინო ფირმა მედისონმა. ჩვენ შეგნებულად არ ვაძლევთ აღნიშნულ ქმედებას სახელმწიფო საბოტაჟის კვალიფიკაციას, თუმცა მათი ქმედებები ძალიან გავს წინასწარ დაგეგმილ აქციას.